ტყის საფარის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხე-ტყის უკანონო ჭრაა. სახელმწიფოს პრიორიტეტი კი ბუნებრივი რესურსის სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის ჯარიმა აქამდე 2000 ლარი იყო. განმეორების შემთხვევაში 5000. ცვლილების შემდეგ კი ასეთი განმეორებით იქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლის დანაშაულად. მოპოვებული ხელმცენარის სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა 200-ის ნაცვლად 500 ლარი იქნება. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი კანონმდამრღვევი 400-ის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდება. უკანონო ჭრის პრევენციისთვის კანონთან ერთად გაძლიერდა მონიტორინგიც. ტყის ფართობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სატყეო სააგენტომ განაახლა ტექნიკური რესურსი სატყეო სამუშაოებისათვის. კონტროლისთვის წარმატებით იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტყის მონიტორინგში ჩართულია დრონები და ასევე განთავსებულია ფოტოხაფანგები. გამკაცრებული კანონმდებლობა და გაუმჯობესებული ტექნიკა ერთობლივად ამცირებს ტყის დანაკარგს. დაცული ტყე, დაცული მომავალია. იცოდე, რატომ არის ქართული ტყე უნიკალური. ეროვნული სატყეო სააგენტო.